არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულების პროცესი დაიწყო. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ 17 ივნის რამდენიმე ორგანიზაციამ უკვე მიიღო შეტყობინება, რომლითაც კუპრაშვილის უწყება სასამართლოს ხელით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას ითხოვს. საუბარია ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების პირად ნომრებზე, სახელებსა და გვარებზე, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე, ფოტოსურათებზე, ფინანსურ და საბანკო ანგარიშებზე. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი უკვე ცხადია. ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ისევე როგორც თავისუფალი ჟურნალისტიკის. ზუსტად ისე ამას როგორც აკეთებდნენ 20-იან წლებში ბოლშევიკები, ხოლო ბოლო დეკადაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შერიგებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. ისინი ამბობენ, რომ ბენეფიციარების უფლებებს ბოლომდე დაიცავენ, თუნდაც ამას სამოქალაქო საზოგადოების წევრების დევნა და დაპატიმრებები მოყვეს. ივანიშვილმა სამიზნეში ამოიღო ამ ჯერზე 5 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ქალი და ეს არის რასაც აკეთებს ივანიშვილი, რომ ებრძვის ქალებს, აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. მე მინდა მივმართო ამ ქალებს და ბავშვებს, რომელსაც მიუღიათ ჩვენგან მომსახურება, სერვისები და მხარდამჭერა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენს მონაცემებს, თქვენ ისტორიებს და თქვენ ამბებს ბოლომდე დავიცავთ. ის არ ჩაუვარდება ხელში რაჟდენ კუპრაშვილს და რუსულ რეჟიმს. ჩვენ გავუფრთხილდებით ყველაფერს, რაც გვაქვს და მინდა რომ იცოდეთ, რომ საფარის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია უკვე, სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან გრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია. თემასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ბიურო მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს ფარას აღსრულების მიზნით, ასევე გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების და მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს. ძალიან ბევრი წლების განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო დონორი და კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უამრავი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სამწუხაროა, რომ ამ კეთილ საქმეებს ამოფარებული ზოგიერთი მდიდარი NGO სექტორის წარმომადგენლები ცდილობს თავი აარიდოს გამჭვირვალობას და განახორციელოს არადეკლარირებული პოლიტიკური საქმიანობა. ბიუროს მიზანია კვლავაც ვამხილოთ აღნიშნული ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები, მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაცია მათი ფარული საქმიანობასთან დაკავშირებით. რაჟდენ კუპრაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ დეზინფორმაცია ათითქოს ბიურო ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. არა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ფოტოს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მათგან ბენეფიციარებისა და მონაწილე პირების სახელებს, გვარებს, პირად ნომრებსა და აქტივობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ითხოვენ. ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართული არის მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.
მიგვაჩნია, რომ არსებული დეзинფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეპრესიული კანონების ამოქმედებით სამოქალაქო საზოგადოების განადგურების პროცესი დაიწყო. მათი თქმით, ქართული ოცნების მიზანი საქართველოში ყველა დამოუკიდებელი კუნძულის გაქრობა. ივანიშვილმა დაიწყო იმ კანონების აღსრულება, რომელიც თავისი შინაარსით და სულისკვეთებით არის თავიდან ბოლომდე რუსული და ემსახურება ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ერთხელ და სამუდამოდ დასამარებას, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ანადგურებს, როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის გადაწყვეტილი, როდესაც ციხეების სავსეა პოლიტიკური პატიმრებით, როდესაც არჩევნები წინასწარ ვიცით, რომ არის რუსული სპეცოპერაცია და არის გაყალბებული ამ დროს, ამ ვითარების ნორმალიზებაზე ფიქრიც კი არის წარმოუდგენელი, ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალებით, მათ შორის ქუჩის პროტესტით აქტიურად უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი წესებით დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქაც ერთობლივი ძალებით შევძლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილება. რაჟდენ კუპრაშვილი არის ესეთი ჯალათი თვალსაჩინო ამ რეჟიმის და ის მიზნები, რა მიზნების შესახებაც ჩვენ ვლაპარაკობდით პირველივე წუთიდან, როდესაც რუსული კანონის შემოაგორეს სცენაზე, მიზნები, რომ ეს არის ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორის განადგურების გეგმა და მეორეს მხრივ ეს არის ტოტალური კონტროლის დაწესება განსხვავებული აზრის და საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ეს მიზანი ამოტვირთვიდა ზედაპირზე და ჩვენ დავინახეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ბენეფიციარების, წარმომადგენლების ამ არასამთავრობო სექტორის ყველა ამ ადამიანის შესახებ სენსიტიური ინფორმაციის მოგროვება. აი ეს არის მიზანი. ინფორმაციის შეგროვება. ეს არის ერთი დიდი ღია ცის ქვეშ ციხედ ქცევის გეგმა. ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ძალაში 31 მაისიდან შევიდა. კანონს ივანიშვილის პარტია ამერიკული ფარას ზუსტ ანალოგს უწოდებს, თუმცა მისგან განსხვავებით ქართული კანონი მიზანში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას იღებს. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმით, რომელიც როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს შეეხებათ. ყველას, ვინც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. ეგრეთ წოდებული ქართული ფარას გარდა ოცნებამ ცვლილებები შეიტანა გრანტების შესახებ კანონში, რომლითაც გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე აიკრძალა.